გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილის დღევანდელი სტუმარი კულტურის ყოფილი მინისტრი და Eastern Promotion-ის თანადამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე იქნება და შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ Starring Georgia's მაგალითზე და არა მარტო საერთაშორისო ვარსკვლავების, კონცერტების და ფესტივალების როლზე ქვეყნის ეკონომიკაში. მოყავს თუ არა კონცერტებს უცხოელი ტურისტები ქვეყანაში, როგორ უნდა გავხადოთ უფრო ეფექტიანი გადასახადების, გადამხდელების ფულით დაფინანსებული კონცერტები და რა უნდა იყოს სახელმწიფო პროექტების წარმატების მთავარი საზომი. რა თქმა უნდა, მოვიკითხავთ Eastern Promotions-ის 2024 წლის გეგმებსაც. მაგრამ დავიწყოთ Starring Georgia 2024 წლის გეგმებით. Blexi Arena Georgia's მენეჯმენტის ცნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, როგორც ვიცით, ქვეყანას One Republic-ი, Jungle და Scorpions-ი ეწვევიან. სამივე კონცერტი შეკვეთილში Blexi Arena-ს ტერიტორიაზე გაიმართება. უკვე გამოქვეყნდა One Republic-ის ბილეთების საფასო კატეგორიებიც. Blexi Arena-ს ცნობით ბილეთების ფასი 140 ლარიდან დაიწყება და 550 ლარამდე იქნება. Blexi Arena-ს ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში კიდევ ერთი თარიღი 28 ივლისია მითითებული, თუმცა აღნიშნული არ არის ვისი ჩამოყვანაა ამ დროისთვის დაგეგმილი. რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს Starring Georgia 2024? ზუსტად არ ვიცით, არც ის ვიცით შარშანდელი კონცერტები რა დაჯდა დეტალურად, არც ის ჯამში რამდენი ბილეთი გაიყიდა, მათგან რამდენი იყიდეს საქართველოს მოქალაქეებმა და რამდენი უცხოელმა ტურისტებმა. განსაკუთრებით საინტერესოა საზღვარგარეთიდან ნაყიდი ბილეთების სტატისტიკაც, რადგან ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება. მოკლედ, არ იძებნება რაიმე შემაჯამებელი ანგარიში, რომლითაც Blexi Arena-ს მენეჯმენტი პროექტის ეფექტიანობის საქმის კურსში ჩაგვაყენებდა. ვიცით მხოლოდ პროგნოზები. მთავრობამ საერთაშორისო ვარსკვლავების კონცერტებიდან შარშან 150 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდა და ასევე როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა და შემდეგ ბიუჯეტშიც ეს თანხა ჩაიდო, Starring Georgia-სთვის 2 წლის განმავლობაში 70 მილიონი ლარი გამოიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ Starring Georgia-მდე იყო იგივე შინაარსის და იგივე კონცეფციის სახელმწიფო პროგრამა Check-in Georgia და Starring Georgia ფაქტობრივად ამ პროგრამის ახალი სიცოცხლეა. ისე საინტერესო არის ფიქრობს მიხეილ გიორგაძე ამ თემაზეც, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდინგი ამ სფეროში და კარგია თუ ცუდი, როდესაც მსგავს პროექტებს პრემიერ-მინისტრების მიხედვით ეცვლებათ სახელები. ყოველ შემთხვევაში ასე დაემთხვა ამ თემაზე. ასევე შედის თუ არა კონკურენციაში სახელმწიფო კერძო სექტორთან, როცა ასეთ პროექტებს თავად ახორციელებს, მოგეხსენებათ Blexi Arena Georgia, სახელმწიფო კომპანია და კონცერტების ფულს ბიუჯეტიდან პირდაპირ იღებენ. ამ კითხვაზე კერძო სექტორის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ არა, მათ შორისაა Eastern Promotion-ის მენეჯმენტი და თუ რატომ ამას რამდენიმე წუთში თავად მიხეილ გიორგაძე კიდევ ერთხელ მოგვიყვება, მაგრამ ნაწილის შეფასებით და მათ შორისაა მაგალითად თბილისის Open Air-ის ტექნიკური დირექტორი სანდრო სულაქველიძე, კერძო სექტორისთვის ძალიან რთულია სუბსიდირებულ კონცერტებს კონკურენცია გაუწიოს. ნებისმიერ კერძო სექტორში მომუშავე პრომოუტერის მთავარი მიზანი არის, რომ რა თქმა უნდა მაგარი არტისტი ჩამოიყვანოს, მაგრამ ეს არტისტი ღირდეს, ანუ გასაყიდ ბილეთთან შედარებით აზრი ქონდეს ამის ჩამოყვანა. მათთვის ეს ინტერესი არ არსებობს. ანუ წაგება მათთვის ფინანსური წაგება არ არსებობს. დაწყებიდანვე მოგებულები არიან, იმიტომ რომ პროსტ ყველაფერი გადახდილი აქვთ და მთავარი აზრიც ის არის, რომ ვიღაცა ჩამოიყვანონ რა, ანუ ამ შემთხვევაში ვაჭრობაში ნაკლებად შედის იმაზე, რომ დაუკლოს, პირიქით მეტს უხდის იმისთვის, რომ ოღონდ ჩამოიყვანოს. რეალურად კერძო სექტორისგან მიყავთ სპონსორები, კერძო სექტორის საქმეში შემოდიან ამოუწურავი ფულადი რესურსით და გვეკონკურენტებიან რაღაც არტისტების ჩამოყვანაში. ანუ ნებისმიერ წამს შეუძლიათ, რომ გადმოერთონ ბიზნესში და უბრალოდ ყველა ჩაძირონ, ისედაც ამას შვებიან სინამდვილეში. მაგრამ ნუ აი ყველა სექტორი ჩაძირონ, რომელიც კი არსებობს ამ ინდუსტრიაში. BMG ხშირად ცდილობს Blexi Arena-ს მენეჯმენტის მოწვევას, მათ შორის მისი ხელმძღვანელი სტატო ხარჩილავას მოწვევას, მაგრამ ის არ მოდის ჩვენთან ჯერჯერობით. ამ ეთერიდან კიდევ ერთხელ შევთავაზებთ, რადგან როდესაც გადასახადების, გადამხდელების ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავენ, ვფიქრობ, კითხვებზე პასუხებს არ უნდა გაურბოდნენ, გაუმჭვირვალობა ყოველთვის უფრო მეტ კითხვას აჩენს, მათ შორის პროექტის ეფექტიანობაზე. მით უმეტეს, როცა ამაზე თავად ეკონომიკის მინისტრებიც საუბრობდნენ ხოლმე, მართალია Starring Georgia-ს ადრე Check-in Georgia
თქვა, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ შინაარსობრივად დიდად არაფერი შეცვლილა მისი განახლების შემდეგ, ანუ 2023 წელს მაგალითად გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრობის დროს აცხადებდა, რომ როდესაც ჩეკინ ჯორჯიას ანალიზი გავაკეთეთ, ამ პროგრამის ძირითადი შედეგი საქართველოში მაინც უფრო კულტურული განვითარება გამოვიდა და არა ბიზნესის მოზიდვაო. ქობულიამდე ეკონომიკის მინისტრი იყო გიორგი გახარია და ისიც საუბრობდა ამ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებაზე, მათ შორის იმაზეც, რომ იგეგმებოდა ჩეკინ ჯორჯიას ეგიდით ჩასატარებელი კონცერტების გატენდერება, ანუ კერძო სექტორის სააგენტოების და პრომოუტერების ჩართვა. არ იქნება სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობა, იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა მსგავსი ღონისძიებების მოწყობაშიო, ამბობდა გიორგი გახარია, როცა ის ეკონომიკის მინისტრი იყო. შემდეგ დაიწყო პანდემია, მსოფლიო ჩაიკეტა, ჩეკინ ჯორჯიას პროექტიც გაჩერდა ბუნებრივია, რა თქმა უნდა, და როცა კოვიდი დასრულდა და ტურიზმის აღდგენა დაიწყო, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას განახლებულ ჩეკინ ჯორჯიას დაერქვა სტარინგ ჯორჯია. ეს არის მოკლედ ამ პროექტის შესახებ, რაც მინდოდა მეთქვა კულტურის ყოფილი მინისტრი და Eastern Promotion-ის თანადამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ბატონო მიშა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. მადლობა. გასაგებია, რომ ქართული ნოუ-ჰაუ არა საერთაშორისო ვარსკვლავების ჩამოყვანა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ცნობილია თქვენი პოზიციაც და კიდევ ერთხელ გავაჟღერე, რომ სხვებისგან განსხვავებით კერძო სექტორში თქვენ არ თვლით, რომ ამ პროექტებით სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში შედის, მაგრამ კითხავთ ასე ფიქრობთ, რომ არსებული ფორმა არტისტების ჩამოყვანის, ის როგორც ხდება დღეს, არის ყველაზე სწორი გზა, საშუალება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ჭრილშიც და ბიზნესისთვისაც? შესავალში თქვენ ძალიან ბევრ თემას შეეხეთ, ბევრ საკითხს და მე იმედი მაქვს ჩვენ დრო გვექნება იმისთვის, რომ მაყურებელს ავუხსნათ თუ რაზეა საუბარი კონკრეტულად, არა ზოგადი ფრაზებით, ზოგადი რაღაც ფორმულირებებით, არამედ კონკრეტული გარემოებების ვთქვათ, გაანალიზების საფუძველზე, ხო? თუ საუბრობ ფრაზა რა იყო? ну აი მაგალითად ძალიან ახლა მაგალითად სანდრო ჩემი ძალიან კარგი მეგობარი პროფესიონალი უმაღლესი კლასის მივესალმები მას პირდაპირ ეთერიდან ძალიან ძნელია მაგალითად სანდროს შეეკამათო ახლა იმაში რაც ის ამბობდა მაგრამ ეს უფრო ზოგადი ასე ვთქვათ სურათი არის თუ კონკრეტულად დღევანდელ გარემოებებს შევხედავთ მაშინ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის გასათვალისწინებელი და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე არ ვთვლი ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პირდაპირ კონკურენტად კერძო სექტორის ამ ნაწილში და რატომ? იმიტომ რომ აქ ჩვენ ვსაუბრობთ არტისტებზე, რომელთა ჰონორარები პლუს შესაბამისად მათი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები ხო, სხვადასხვა მოთხოვნების უზრუნველყოფის საკითხები ცდება იმ ზღვარს, ფინანსურ ეკონომიკურ ზღვარს, რომელსაც შეუძლია დღეს სამწუხაროდ კი ბატონო, მაგრამ რეალობა ეს არის, დღეს შეუძლია გაწვდეს კერძო სექტორს. ანუ კერძო სექტორს ჩვენ ფესტივალებს, იგივე open air-ს, იგივე სხვა პრომოუტერებს, ჩვენს კოლეგებს ну ძალიან გამიკვირდება თუ ვინმე აიღებს თავის თავზე და იტყვის რომ მე შემიძლია 9 მილიონზე მეტი და მით უმეტეს მილიონზე მეტი ასე ვთქვათ ჰონორარის მქონე არტისტის კომერციულად განხილვა და ამ პროექტის წმინდა კომერციული თვალსაზრისით გაკეთება. ამაში ყველა თანხმდებით, მაგრამ ამიტომ დავსვი ასე კითხვა. ზუსტად ამას ერთადერთი სწორი ფორმაა. დავასრულებ ამ წინადადებას და ამ შემთხვევაში იმ საფასო კატეგორიაში, იმ რანგის არტისტებში ასე ვთქვათ თამაშობს, მოდით ესე ვთქვათ. სახელმწიფო, სადაც კერძო სექტორი უბრალოდ დღეს გასაგები ობიექტური ეკონომიკური მდგომარეობის გამო უბრალოდ ვერ წვდება. ეს არის და ეს. თქვენ რომ გათამაშოთ, ანუ რადგან ხარჯავთ, ზოგადად კითხვა ეს არის ხოლმე და სტარინგ ჯორჯია არის ფაქტობრივად მემკვიდრე ჩეკინ ჯორჯიასი, რომელიც სადღაც შუაში გაწყდა და ამაზეც მინდა კითხოთ. გამიკვირდა კომენტარი, რომელიც ბატონმა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ქობულიამ გააკეთა, იმიტომ რომ პირადად მე ვიყავი ის ადამიანი, მოგეხსენებათ, რომელმაც პირველად
ჩაატარა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან ეს პროექტი, Check in Georgia და როგორც აღნიშნე, თუმცა მე არ დათვლი, ეს იყო ერთადერთი. პირადად მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ოფიციალური, ასე ვთქვათ, შედეგები გააცნო მთავრობას, მთავრობის ხდომაზე, ეს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ცნობა, სადაც დათვლილი იყო ის შემოსავალი, რომელიც აჭარის რეგიონში, უпростоრად ბათუმში შევიდა ამ პროექტის ფარგლებში და წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით იყო გაზრდილი შემოსავალი, რაც თავის მხრივ ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს, ბუნებრივია იმისთვის, რომ ამდენი პროდუქტით და სერვისით გაუმასპინძლდა და ჩამოსულ სტუმრებს. დეფიციტიც შეიქმნა მახსოვს იმ პერიოდში. იმდენი სტუმარი იყო, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს სამართლიანობისთვის, რომ მაშინ თქვენ ნამდვილად ჩამოიყვანეთ საერთაშორისო არტისტები, მერე ცოტა ფორმა იცვალა Check in Georgia-მ და უფრო ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების კონცერტი იყო. ეს იყო ერთი პროგრამა, ეს იყო ერთი პროგრამა, სადაც ცოტა სხვანაირად იყო, ამიტომ მე არც არავის არ დაუთვლია. აი ფილარმონიაში რომ იყო და ასე შემდეგ. რეალობას რო დაუბრუნდეთ, ყველა დავამთავრეთ ეს საკითხი და მე გადავით. ახლა გამოდის რომ ბოლომდე არ ვამბობთ რაღაცას, ხო? როგორც მოგახსენეთ, ძალიან კონკრეტული ფინანსური, ეკონომიკური სარგებელი ქონდა იმ პროგრამას იმ წელს 2016-ზე არის აქ საუბარი, კი ბატონო, რაც ნიშნავს როგორც აღნიშნეთ, დამატებით შემოსავალი ადგილობრივ ეკონომიკაში, რაც ნიშნავს დამატებით ბუნებრივია, ლოგიკურია, დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით გადასახადებს ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარ ვსაუბრობ ცნობადობის გაზრდაზე, რაც ასევე, ალბათ ძალიან რთულია ახლა ამაზე ვინმე მიკამათოს, რომ ცნობადობა კიდევ უფრო იზრდება ქვეყნის, როდესაც ამ დონის არტისტები იქ ჩამოდიან, აღარ ვსაუბრობ მათი 100,000-ობით თუ მილიონობით მიმდევრებზე სოცხსელებში და ასე შემდეგ და გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხშირად არ ითქმის ხოლმე, როდესაც ამ დონის არტისტი ჩამოდის ქვეყანაში, ეს გზავნილი არის დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა არის საკმარისად უსაფრთხო, რომ ქვეყანაში არის საკმარისი ინტელექტუალური თუ ტექნიკური პოტენციალი იმისთვის, რომ ეს არტისტი მიიღო და ამხელა, ასე ვთქვათ, პროექტი განახორციელო. რაც გარდა აი ამ ცნობადობის გაზრდის და ზოგადად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას უწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე, ასევე საინვესტიციო თვალსაზრისითაც ქვეყანა არის, ასე ვთქვათ, ძალიან პოზიტიურად წარმოჩენილი ყველა თვალსაზრისით და ეს ამას ყველაფერზე აქვს თავისი ბუნებრივი გავლენა და ეს ცნობადობა, რაზეც ვსაუბრობ, ესეც დათვლადია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან კარგად ითვლის ამას და შეუძლია ციფრების წარმოდგენა. ბევრი კითხვაც ამ პროექტთან დაკავშირებით ადრეც იმიტომ იყო და ახლაც რომ ხან კულტურის სამინისტრო იყო წამყვანი, მერე ეკონომიკის სამინისტრო, მერე ზოგიერთმა მინისტრმა ჩათვალა რომ ეს უფრო კულტურა იყო და რაღაცნაირად ბევრი კითხვას ბუნებრივია ამ პროექტთან დაკავშირებით ეს აჩენდა, მაგრამ მე მგონია მაპატიეთ რა, მე მაინც მგონია, კიდე ერთხელ ვიზახე, ხო, უშუალო მონაწილე ვიყავი, ასე ვთქვათ, იმ პროცესების, ხო, და ძალიან კარგად ვიცი რა და როგორ ხდებოდა. მე მაინც მგონია, რომ აი ეს კითხვები, რომელიც მინისტრების შეცვლით იბადებოდა თუ კურატორის სამინისტროების მიხედვით, რა მნიშვნელობა აქვს? აი სერიოზულად. არა, ჩვენ რეალობას შევხედოთ, ხო? მე მგონია, რომ ეს არის უბრალოდ აი რაღაცა ჭიქაში ქარიშხლის, იმიტომ რომ აგერ ვზივარ თქვენს პირისპირ უშუალო მონაწილე ამ პროგრამის, რითიც დაიწყო ეს ყველაფერი, ნებისმიერ კითხვაზე მაქვს ძალიან გასაგები პასუხი. მაგრამ მე ვისურვებდი ახლა და აღნიშნე კიდეც დასაწყისში, რომ დღეს ვინც ატარებს ამ კონცერტებს, შარშან ვინც ატარებს და ისინიც ასე გვესაუბრებოდნენ, მაგრამ თქვენთან რა კითხვა მაქვს? ძალიან ცოტა მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროს დადგება, როდესაც ამ პროექტის შეჯამების, ასე ვთქვათ, რაღაც საშუალება იქნება და შემდეგ ამ პირველი წელი და ესეც დროს ალბათ
როდესაც გადასახადების გადამხდელების ფული იხარჯება და ბიუჯეტის თანხა ალბათ მეტი გამჭვირვალება გმართებს. ჩემი კითხვა არის და თქვენც ახსენეთ და სხვაებიც გეთანხმებიან ამაში, რომ კერძო სექტორს არ შესწევს ჯერ იმის ძალა, რომ ასეთი დონის საერთაშორისო არტისტები ჩამოიყვანოს და მთავარი გამოწვევა არის არა გამოცდილება, არამედ ფინანსები. რატომ ან თქვენი აზრით შეუძლებელი გამოცდილებაც, მაგრამ მე როგორც ვიცი, შემდეგ როცა სახელმწიფო აკეთებდა თქვენი კომპანიას, შეიძლება არ მგონი არასწორი ინფორმაცია მქონდეს თქვენი გამოცდილებით და თქვენი კონტაქტებით ეხმარებოდით კიდეც. ამიტომ რატომ არის შეუძლებელი, რომ იმისთვის, რომ თუნდაც თქვენი პრომოუტერები, სააგენტოები გაძლიერდნენ, თუ ბიუჯეტის ფულს ხარჯავდათ ან ბიზნესაც რომ დავეხმაროთ, აი ამ 70 მილიონიანი ტორტიდან, ასე ვთქვათ, რაღაცნაჭერი თქვენც შეგხვდეთ სადმე, იმიტომ რომ სანდრო სულაქველიძეს ახლა რთული არ დავეთანხმოთ იმ ნაწილში, რომ Black-ი არენას აქვს გარანტირებული თანხა. და მისთვის პრობლემა არ არის და არ ვიცი შეიძლება უნდა ითვლიდნენ კიდეც მაინც, მაგრამ თქვენსავით როგორც System Promotion როდესაც ატარებს კონცერტს და ითვლის ალბათ ხარჯი რა იყო შემოსავალი რა დარჩა, შეიძლება არც აქვთ ასეთი мотиваცია და თქვენ საერთოდ ვერ ხედავთ როლს, რომ აი ამ 70 მილიონიდან რაც ითქვა რა ეს პროექტებისთვის დაიხარჯება, სადღაც რაღაცა წილი კერძო სექტორის გაძლიერებასაც თუნდაც რაღაც ფორმით ჩართულობით მოხმარდეს. იცით როგორ გითხრათ, მოდით ისევ და ისევ როგორც ყოფილი მთავრობის წევრი, აი ამ მხრიდან. მე ვირჩევნია ვესაუბრო როგორც ბიზნესმენს ამ შემთხვევაში. ორივე მხარეს შემიძლია ხო მოგახსენოთ პოზიცია. მთავრობის ხედვა რა გახლავთ, ნახეთ, მთავრობას სახელმწიფოს მოდით ასე ვთქვათ, აქვს რესურსი იგივე Black-ი არენას სახით, რომ პროექტი განახორციელოს. გაუგებარია მაშინ სახელმწიფოსთვის რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ დამატებითი თანხები და დამატებითი თანხები აუცილებლად დაიხარჯება, იმიტომ რომ იმ კერძო სექტორს თუ მიეცია, ასე ვთქვათ, დაკვეთა, ჯერ ეს ცოტა გაუგებარია როგორ უნდა მიიღწე, იმიტომ რომ ბატონი კონცერტების რაოდენობის გატენდერებაზე საუბრობდა გახარია თუმცა გიორგის კომენტარიც გამიკვირდა, ჩვენ გვისაუბრია ამაზე თავის დროზე. არ ხდება ამ სფეროში გატენდერება, ეს სფერო ვერ ჯდება სახელმწიფო შესყიდვების კანონის კანონმდებლობის ლოგიკაში და რატომ? იმიტომ რომ როდესაც თქვენ აცხადებთ ტენდერს არტისტზე, და ყველა ასე ვთქვათ, ცდილობს ამ არტისტის მოპოვება, მაშინ არტისტისთვის იწყება არა ტენდერი, არამედ აუქციონი. როდესაც ერთზე მეტი შეთავაზება. ეს არ გამოვალ. კონცერტების გატენდერება კიდე რა სხვა. მაგრამ იგივე ისევ და ისევ, მაშინ უნდა ავუხსნათ ჩვენს ტელემაყურებელს რა არის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა, რა შეზღუდვებია იქ, როგორ უნდა გავატენდეროთ კონცერტი. როგორ უნდა აღდგენელია ამ პროექტში კერძო სექტორის ჩართულობა? ანუ ჩემი კითხვა მაინც ეს არის თან თუ გამოწვევებზე საუბრობთ ფინანსურზე რაღაცის გადასახადების გადამხდელების თანხა ამ კონკრეტულ პროექტში მე ძალიან გულწრფელად ვერ ვხედავ გზას სამართლიან და კონკურენტუნარიან ყველასთვის ერთნაირ პირობებზე გზას, როგორ შეიძლება კერძო სექტორი ჩაერთოს ამ კონკრეტულ პროექტში. ეს არის ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან იმ მიზნების მისაღწევად, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. როგორ შეუძლია ზოგადად კერძო სექტორს მიიღოს დახმარება სახელმწიფოსგან? აქაც პასუხი საკმაოდ მარტივი არის. მიიღოს მონაწილეობა იმ კონკურსებში, რომელსაც სამინისტრო რომელიმე სამინისტრო ან ზოგადად მთავრობა აცხადებს და თუ ასე ვთქვათ გაიმარჯვებს, შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს და შესაბამისი პროექტის დაფინანსება მიიღოს. ასეთი პროექტები არის მრავლად, უბრალოდ არ უნდა დაგვეზაროს, უნდა მოვიძიოთ ეს ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი შესაბამისი ორგანიზაციების საიტებზე არის და მივიღოთ მონაწილეობა. კი ბატონო, ცოტა უნდა ასე ვთქვათ, დროც დახარჯოთ, ძალისხმევაც, შეიძლება იწვალო ვიღაცის გაგებით, იმიტომ რომ ბევრი საბუთიც არის შესავსები, ბევრი წარსადგენი საბუთი არის. გასაწერია ბევრი რამე, ხო, გარკვეული ბიუროკრატია ამას რა თქმა უნდა ახლავს, მაგრამ ასე მუშაობს სახელმწიფო სხვა ასე ვთქვათ საშუალებად დღეს არის.
მილიონში რაღაცნაირად კერძო სექტორის ჩართულობას იყოს არ არის. მილიონი ძალიან. ისე თქვენთვის ვლაპარაკობ, იმიტომ რომ გავიგე, მაგრამ მე ვცდილობ ვიყო რეალისტი და არა ასე ვთქვათ ემოციებზე. თქვენ პროექტებზე ვლაპარაკო, თორე ის რომ 70 მილიონი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. მიმზიდველი რამ არის, რა თქმა უნდა, ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, ამ 70 მილიონს აქვს კონკრეტული პროგრამა და კონკრეტული განხორციელების გზები. უფრო მეტი მოვთხოვოთ, მათ შორის ეფექტიანობის ნაწილში Black-Sea Arena Georgia-ს, იმიტომ რომ რაც უკვე ვახსენე და სანდრო სულაქველიძემაც ახსენა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ალბათ თქვენც ევაჭრებით ხოლმე არტისტებს, როცა გსურთ ჩამოყვანა მაქსიმალურად იაფად ჩამოიყვანოთ, Black-Sea Arena-ს ეს мотивация შეიძლება ნაკლებადაც გქონდეთ, იმიტომ რომ მას გარანტირებულად აქვს ეს თანხა. ხო, მაგრამ Black-Sea Arena-ს ერთნიშნულოვნად ეს мотивация მაინც აქვს და რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო ასე ვთქვათ, ადეკვატურ, რაც უფრო კონკურენტულ არიან სხვა არტისტებთან შედარებით ფასად ჩამოიყვანენ რომელიმე ვარსკვლავს, მით მეტი მათ დარჩება კიდე დამატებითი პროექტების განსახორციელებლად, ხო? იმიტომ რომ ამ ლოგიკით შეიძლება მაგალითისთვის რა 70 მილიონი გადაუხადო ერთ არტისტს და ამითი დაამთავრო და თქვა რომ ნახეთ რა მაგარია, მაგრამ ნუ ასე ხო არ ხდება. მინიმუმ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება ალბათ მართებთ მე დასაწყისში აღნიშნე რომ რაღაც ანგარიშს უნდა გვაბარებდეს, ხო? აქსიომას ბრძანებთ თქვენ რა თქმა უნდა, ეხლა აქ ზედმეტია საუბარი იმაზე რომ ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, სამინისტრო იქნება ეს თუ რომელიმე სიპი თუ სახელმწიფო შეფასება, რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებული არის და დარწმუნებული ვარ, ეს ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომი იქნება. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო გრჩება და ერთ კითხავთ, ვიდრე ისემ პრომოუშენის 2024 წლის გეგმებზეც მინდა მოვასწროთ საუბარი. ამ პროექტს ერქვა Check in Georgia. საკმაოდ ისეთი ბრენდი იყო 2016 წელს დაიწყო, შემდეგ შეჩერდა, რამდენიმე წელი არ იყო და ერქვა Starring Georgia. ამას როგორც შეაფასეთ, როგორც ამ სფეროს სპეციალისტი, იმიტომ რომ ბრენდის შექმნას, ტურისტების მოჩვევას ალბათ სჭირდება გარკვეული დროც, ფინანსური რესურსის, PR-ს, რეკლამას. ნებისმიერი ბრენდი ფასობს ჩემი პირადი აზრია ფასობს რაღაცა ტრადიციულობით, ამ ტრადიციულობის უწყვეტობით და სწორედ ამიტომ ჩვენ პროდუქტზე ვისაუბრებთ, ჩვენ ჯაზ ფესტივალები ნამდვილად ვფიქრობ გარკვეულ ბრენდად, საკმაოდ ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა და ბევრისთვის და ამას სიამაყით ვამბობ თბილისის თუ სხვა რეგიონების თუ ზოგადად ქვეყნის გარკვეულ ასე ვთქვათ თვალსაზრისით სავიზიტო ბარათათაც კი იქცა. იქიდან გამომდინარე რომ ის Check in Georgia მხოლოდ 1 წელი იყო, მერე დაახლოებით 5 წლიანი წყვეტა აქ დიდ პრობლემას მე ვერ ვხედავ, ეხა ნებისმიერ პროექტს თავისი მარკეტინგული რაღაცა გათვლა აქვს და შესაბამისი ალბათ მარკეტოლოგები მუშაობდნენ ამაზე და ასე ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, გნებავთ ეკონომიკის სამინისტროში, გნებავთ ტურიზმის ადმინისტრაციაში, ამ რესურსის ნაკლებობა ნამდვილად არ არის, ну, რადგან მათ ჩათვალეს ესე, რომ ახალი სახელი დაერქვას და ეს ახალი ბრენდი შეიქმნას, კი ბატონო, მე პირადად არაფერი საწინააღმდეგო და მით უმეტეს საეჭვიანო, რადგან Check in Georgia-ს განმახორციელებელი ვიყავი, არ მაქვს, უბრალოდ კიდე ერთხელ ვამბობ ამას განკვეული განგრძობადობა უნდა სდევდეს თან, აი ამ ტრადიციულობის ამ ტრადიციულობის თქვენი რეკომენდაცია იმისთვის, რომ იმუშაოს ამ პროექტზე და რაღაცნაირად გამოიკვეთოს მკაფიო მიზანიც, რა არის მიზანი, რომ მე გავზომოთ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან კომპლექსური საკითხი არის, იმაში, რომ ეს ბრენდი ნამდვილად საერთაშორისო გახდეს და ისევ და ისევ მართლა პირდაპირ იყოს, ასე ვთქვათ, დაკავშირებული Starring Georgia-ს რო გავიგებ პირდაპირ საქართველოსთან დავაკავშირო და ასოცირდებოდეს, ხო? ამას ძალიან კომპლექსური მუშაობა უნდა, ისევ და ისევ არა ერთი სამინისტროსი ან რომელიმე ერთი უწყების ან არა მით უმეტეს ერთი სახელმწიფო შეფასესი აქვს, მთელი სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს ჩართული იმაში, რომ როგორც მაგალითად საქართველოს საინვესტიციო იმას
რა ქვია, კლიმატს უკეთებთ, პრომოტირებას, რომ აი ნახეთ, როგორი, ასე ვთქვათ, ხელსაყრელია საქართველოში ინვესტიცია, როგორც პრომოტირებას უწევთ იმას, სახელმწიფო უწევს იმას, რომ მაგალითად ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე არის საქართველოს. ზუსტად იგივე უნდა მიზნობრივი ბაზრებიც უნდა ავირჩიოთ, როცა ამდე მილიონს ხარჯავთ, იმიტომ რომ ძირითადად მაინც უნდა იყოს საუბარი, მე არ ვიცი, ასე არის თუ არა, მე არ ვარ ახლა ამაში ჩართული ბუნებრივია. არც ვიცით, იმიტომ რომ საკმაოდ დახურულია Plexi Arena. ვისურვებდი რომ ასე ყოფილიყო. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო გრჩება. Eastern Promotion-ის გეგმებზე მინდა გკითხოთ 2024. ტრადიციულად ფესტივალები, ასე ვთქვათ, დაგეგმილი არის და ძალიან მალე უკვე მომავალ თვეს დავიწყებთ კალენდარის გამოცხადებას. პირველ რიგში ალბათ აღსანიშნავი არის და აქაც გარკვეულწილად სიამაყით მინდა ვთქვა, რომ მოახერხეთ და რამოდენიმე წლის, ასე ვთქვათ, ნაფიქრი პროექტი აღვასრულეთ, მეოთხე სეზონი დავხურეთ, ანუ ზამთარშიც მოახერხეთ ის, რომ ფესტივალი Winter Jazz-ი ჩავატარეთ წელს გუდაურში. გარკვეულწილად ვფიქრობ ახალი სტანდარტიც კი დავაწესეთ ჩვენს სათხილამურო და მთის კურორტებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს. ხედვა ბუნებრივია ის არის, რომ სხვა ფესტივალების, ჯაზ ფესტივალების მსგავსად ის ყოველწლიური და ტრადიციული გახდეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება, იმიტომ რომ ძალიან პოზიტიური ერთნიშნულოვნად მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურება იყო ყველა მხრიდან, არტისტების, თავად ასე ვთქვათ, მომხმარებლების მხრიდან და თბილისი თუნებას მომცემთ ძალიან მოკლედ ვიტყვი 22, 23, 24 მაისი არის თარიღები. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბათუმში 26, 27, 28 ივლისი, Jazz and Wine კახეთი ტრადიციულად წინანდალში 12 ოქტომბერი და მომავალი წლიდან უკვე Winter Jazz-ით დავიწყებთ ის. წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. ბევრი მომხმარებელი, ბევრი მსმენელი. რაში შეიძლება რომ სახელმწიფო დაეხმაროს? გასაგებია რომ იმ 70 მილიონში რაღაცნაირად ვერ ხედავთ, რომ რაღაცა ფინანსური დახმარება გაძლიერებისთვის ბიზნესმა მიიღოს, მაგრამ სხვა რა სახის ძირითადი გამოწვევა რა არის აი ამ თქვენ ბიზნესში? თქვენთან რომ მოვდიოდი ბუნებრივია ამ 70 მილიონში კერძო სექტორის მონაწილეობის კომენტარებს ვუყურებდი და უცბად თავში მომივიდა ასეთი რამ. იქნებ, არ ვიცი, იქნებ რომელიმე მთავრობის წევრი უყურებს ახლა ჩვენს ეთერს და ასე ვთქვათ, ასეთი იდეა მინდა მივაწოდო. ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ ამ 70 მილიონში მიიღოს მონაწილეობა, წაიღოს, გავაკერძოვოს Plexi Arena, აიღოს პასუხისმგებლობა მის შენახვაზე და მერე კი ბატონო ჩაატაროს მთელი ეს 70 მილიონი ამ პროექტისაც წაიღოს, ოღონდ Plexi Arena-ს წაიღოს და მიხედოს კერძო სექტორმა. ძალიან ხარჯიანი ეს Plexi Arena ბატონი ბატონო ჩემო, ხარჯის გაგება თქვენ არ გინდათ ის რა ქვია, წვალება და მუშაობა არ გინდათ და 70 მილიონი და ცოტა მე მომეცით, არ ვიცი, რამდენად სწორი პოზიცია არის. წაიღე, იშრომე და მიიღე. ხო, ამ ეს ალბათ ისე ხელს არ მოკიდევდით, რომ რამე აი Plexi Arena-ს მართვას ძალიან რთულია, ან რა შემთხვევაში, იმიტომ რომ მე თქვენი პარტნიორებისგანაც ხსენია, რომ კონცერტების კეთება არ არის სახელმწიფოს საქმე. თუ არის? ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვკარგავთ ხოლმე შინაარს ზოგადი ფრაზების მიღმა. ფრაზა კონცერტების კეთება არ არის სახელმწიფოს საქმე, ნუ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. კონცერტის კეთება, არც სპექტაკლების კეთება არ არის მაშინ სახელმწიფოს საქმე და რატომ არის მაშინ სახელმწიფოს იპები თეატრები? მე მახსოვს, როცა მინისტრი იყავით, სხვათა შორის ძალიან მომწონდა ერთი-ორჯერ თქვით მთავრობის ხდომაზე, რომ სხვა мотиваცია უნდა გააჩინოთ იმისთვის, რომ მარტო თუ მხოლოდ ბიუჯეტის დაფინანსებაზე იქნება თეატრები, მათ არასდროს არ ექნებათ мотиваცია დამატებითი დაფინანსების მოზიდვისო და Plexi Arena-ზეც ესე შეიძლება შევხედოთ, რომ მათ აქვთ გარანტირებული 70 მილიონი. ძალიან ბევრი მაგალითი, ძალიან ბევრი სქემა
როგორ მუშაობს ეს ურთიერთობები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არის მთელ მსოფლიოში, ხო? სანახავი არის, რა არის თქვა ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე მისაღები, ამაზე არის მუდმივად სამუშაო. მე არ ვამბობ ძალიან შორს ვარ იმ აზრიდან, რომ დღეს აი იდეალურად არის ყველაფერი, ასე ვთქვა და ეს არის ის იდეალი, რომ ჩეკინ ჯორჯია, როცა თქვენ მინისტრი იყავით, ისემ პრომოუშენმა ხო სწორად მახსოვს ჩაატარა. კერძო სექტორმა ჩაატარა. მაშინ ლექსია კულტურის განვითარების ფონდი, ხო? კი ბატონო, რომელიც იყო სიპი, ოღონდ მაშინაც პირველივე დღიდან ჩემი მოსვლის მე ვთქვი რომ მე ჩემ გუნდთან ერთად მოვდივარ იმ პროფესიონალებთან ერთად ვისაც ამის გამოცდილებაც აქვს და ცოდნაც როგორ კეთდება ამ ხელა პროექტები და ასე ვთქვათ იმ სიპის ფარგლებში სწორედ აი ამ გუნდთან ერთად გაკეთდა კერძო სექტორის გამოცდილების გამოცდილებით კი ბატონო, მაგრამ Eastern Promotions არც ერთი თეთრი არ მიუღია და არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იმ პროექტში. კი ბატონო, ესე კულტურის მინისტრობამ რა გასწავლათ? ყოფილ მინისტრებს კულტურის მინისტრობამ მასწავლა სწორედ ის, რაც აღვნიშნე 2 წუთის წინ, რომ ძალიან ადვილი არის ესეთი ზოგადი ფრაზების ასე ვთქვათ სროლა HR-ში, ძალიან ბევრი რამ ითქვა და ფანტასმაგორეული ბრალდებებიც მოვისმინე მაშინ, როდესაც კულტურის მინისტრი ვიყავი, მაგრამ ამ ზოგადი ასე ვთქვათ ფრაზების მიღმა იმალება ძალიან კონკრეტული ამოცანები, რომელიც ქვეყანას აქვს გადასაჭრელი და ამ კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად კონკრეტული გზები არსებობს, რომელიც არ არის იმდენად ასე ვთქვათ თავისუფალი და მოქნილი არ ხარ და ეს არ არის ვინმეს ბრალი, უბრალოდ სახელმწიფოა ასე აწყობილი, როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო ასეთი მოქნილი არ არის, იქ არის თავისი წესები, თავისი მაკონტროლებელი მექანიზმები ჩადებული, ასე ვთქვათ, ყველა მოქმედების ნაწილში, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო არის ბიუროკრატია, მოდით ამაზე შევთანხმდეთ. ახლა რამდენად ეფექტურია თუ არა ეს ბიუროკრატია, ეს კიდე სხვა საკითხი არის და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივისწრაფებოდეთ იმისკენ, რომ ეს ბიუროკრატია რაც შეიძლება მაგ მოქნილი იყოს, მაგრამ ბიუროკრატიის არ ქონა არის შეუძლებელი. არ გამოვა ესე. კიდევ ერთხელ და ასე ვთქვათ, ისე სტარინგ ჯორჯიათი რო შევკრათ, საბოლოოდ, ანუ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაც, ახლა მე ასე კარგად არ ვიცნობ ამ სფეროს, ყველგან სადაც სუბსიდირებული კონცერტები ტარდება, ანუ შეიძლება ასე ითქვას, ბიუჯეტი აფინანსებს, იქ მაინც მთავარი რგოლი არის სახელმწიფო, იმიტომ რომ მაინც ვეძებთ კერძო სექტორს, რომელიც უფრო კარგად დაითვლის ხარჯებსაც და ყველაფერსაც, ვიდრე მზაფხულით. მე არ მესმის, რატო ვთქვათ, შეიძლება კერძო სექტორში ვინმე უკეთესად იძლივდეს ხარჯს, ვიდრე იგივე რომელიმე სახელმწიფო შეფასებაში, ხო? იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ გარანტირებული ფული აქვთ. გარანტირებული ფული აძლევს საშუალებას სწორედ აი ამ მასშტაბის პროექტების კეთებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ, ხო, რასაც სამინისტრო აფინანსებს მთლიანად, სამინისტრო კი არის სახელმწიფო აფინანსებს მთლიანად ან ნაწილობრივ. როდესაც ამ თემებზე აი ბოდიში კიდე გამეორება გამომდის, მაგრამ როდესაც ამ თემებზე მსჯელობთ, უნდა რაღაც კონკრეტული кейსი ავიღოთ და კონკრეტულად მასზე ვილაპარაკოთ და არა უბრალოდ აი ვისროლოთ ესეთი ფრაზები რომ არის თუ არა მთელი თემა არის იცით აი კონცერტის არენა შეიძლება ზარალიანი ახლა 2023-ის შენახვაც ძვირია მაგრამ ერთხელ როცა გამოვითხოვე რამდენი ადამიანი მუშაობს იქ ვინ როგორ ხელფას იხდის მათ შორის ახურულ მდგომარეობაშიც მენეჯმენტი და ასე შემდეგ გამიჩნდა კითხვა რომ ბიზნესშიც ეს მედია ბიზნესი იქნება თუ თქვა შოუ ბიზნესის ნაწილში მგონია რომ უფრო ხელმომჭირნე და ეფექტიანად ახარჯავენ ხოლმე როცა იციან რომ ეს მათი თანხა არის და არა გარანტირებული. რა გჭირდება განვითარება? ამან შეიძლება მიგვიყვანოს ისევ გაუთავებელ, ასე ვთქვათ, კამაძე და დისკუსიაზე რა ხელფასი საერთოდ უნდა კონდეს თუ არა, რამ ხელფასი უნდა კონდეს საჯარო მოხელეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თუ რომელიმე საკითხზე ვსაუბრობთ, უნდა ვეცადოთ, რომ კონკრეტულ кейსზე ვისაუბროთ და ძალიან სიღრმისეულად ჩავიდეთ, ასე ვთქვათ, მის განხილვაში. კი ბატონო, სხვა დროსაც ვისაუბროთ, შეგვიძლია უფრო ვრცლად. თუ ბლექსი არენა ცოტა მონაცემებს მოგცემს, უფრო რიცხვები მოგცემს საშუალებას დეტალიზების. რა გჭირდება განვითარებისთვის ყველაზე მეტად? ძალიან მოკლედ შეიძლება, ჩემი ტრადიციული კითხვა. ფართე თემა არის ძალიან, არ ვიცი რამდენად
ასე ვთქვათ, შესაძლებელია მოკლედ ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ალბათ ჩემთვის მაინც ყველაზე პრინციპული არის ის, რომ ყველა სფეროში არ აქვს ამას არ საუბრობ შოუ ბიზნესზე, მხოლოდ ზოგადად სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ყველა სფეროში რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური და პასუხისგებლიანი ადამიანი და ყველა აკეთებდეს თავის საქმეს მაქსიმალური კვალიფიკაციით და პასუხისგებლობით. წერტილი რას უნდა დაესვას, რა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში? რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად? ალბათ ესე ძალიან ფართო შეკითხვა. ალბათ გადაჭარბებულ ემოციურობას, რაც ჩვენ გვაქვს ხასიათებს, ყველა ნაწილში ხანდახან მგონია ხოლმე რომ არა რაღაც პრაგმატული ცივი გონებით გაანალიზებული, არამედ ემოციებზე დაყრდნობით ხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღება, დაწყებული პირადი ცხოვრებით დამთავრებული სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტით და ვფიქრობ, რომ ეს ნაკლები ემოციურობა და მეტად პრაგმატულობა და ასე ვთქვათ, ცივი გონებით ანალიზი ამა თუ იმ საკითხების ბევრად უფრო დაგვეხმარება. მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა Eastern Promotion-ის თანადამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით.